მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ტრადიციულად ეკლესიებში დილიდან საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრა ქაშვეთის ტაძარში მიბრძანდა და წირვა იქ აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფეშიო მისაუბრა წმინდა დიდმოწამის განსაკუთრებულ ღვაწლზე, მის მიერ მოხვეჭილ მადლზე და იმ ძალაზე, რომელმაც ბოროტების დამარცხება შეაძლებინა. 6 მაისს ქართველი არის მფარველად მიჩნეული წმინდა გიორგის აღსრულების დღეა. ქადაგების ერთი ნაწილი მოახლოებულ საეკლესიო კრებას და პატრიარქის არჩევნებს დაეთმო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის ასარჩევად დიდი საეკლესიო კრება მომდევნო კვირას შეიკრიბება. საზეიმო მსახურება ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დილის 10 საათზე დაიწყო. წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფეშიო წმინდა სინოდის წევრებთან და ღვთელმსახურებთან ერთად აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფეშიო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წმინდა დიდი მოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი დიდი მოწამე გიორგი, შეგვეციოს მისი ლოცვა და მადლი. და რატომ ეწოდება მას დიდი მოწამე? იმიტომ რომ მან დაითმინა ისეთი გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით შემდგომ, რომლებიც აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ განაცხადა, რომ მომდევნო კვირას გაფართოებული საეკლესიო კრება ჩატარდება, სადაც მომავალი პატრიარქის გამორჩევა მოხდება. ამიტომ მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რათა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ღირსეულად ჩატარდეს. თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რომ ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთისნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი. ქაშვეთის ტაძარში დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავდნენ გიორგობას, როგორც გამარჯვების, რწმენის, სიმტკიცისა და თავგანწირვის სიმბოლურ დღესასწაულს. იხსენებდნენ წმინდა გიორგის ღვაწლს და მოწამეობრივ გზას. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორის დიოკლეტიანის დროს გახდა მხედართმთავარი. თუმცა ქრისტიანთა დევნის დაწყებისას ღია დაუპირისპირდა იმპერატორს და უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. წმენის ერთგულებისთვის წმინდა გიორგიმ უმძიმესი წამება გამოიარა. ის 303 წელს სიკვდილით დასაჯეს. 30 წლის ასაკში თავი მოჰკვეთეს. გიორგობა ეს არის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. წმინდა გიორგობას ულოცავს სრულიად საქართველოს მშვიდობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წინსვლას და წარმატებას უსურვებ ყველას. დღეს განსაკუთრებული დღე არის, დღე რომელიც ასოცირდება გამარჯვებასთან, ეს არის წმინდა გიორგის აღსრულების დღე. ეს არის ზოგადად ქართულ იდენტობასთან ყველაზე ახლო, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გამარჯვებასთან ასოცირებული და უსურვებ ჩემს საქართველოს თითოეულ თქვენთაგან მხოლოდ გამარჯვებას. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღეს, მადლიანი, მშვიდობიანი, ყველაფერი საუკეთესო, მინდა ყველას გილოცავთ, უსურო საქართველოს აი მშვიდობა და წმინდა გიორგი ფარავდეს. ქვეყნის მასშტაბით გიორგობა ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო მსახურებით აღინიშნა. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლი მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბა. გიორგობა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული ერთიანობის სიმბოლოთაც ითვლება და მას ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. და მთელს სრულიად საქართველოს მოულოცო გიორგობის წმინვალე დღესასწაული. ყველას გილოცავთ და ძალიან დიდი ის არის ჩემთვის. მე 20 წელია ფეხით დავდივარ გორიდან, ავტოსადგურიდან დღემდე, აი არც ერთი წელი არ გამიცდენია და არც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. გილოცავთ ყველას გიორგობას, გორელებსაც და მთელ საქართველოს მრავალს დაესწარით. მე მგონი ყველას უყვარს ეს ტაძარი, არა მარტო გორელებს, მთელ საქართველოს ბორჯომიდან ჩამოვედი.
და ვიცი შეუწიროს ყველას. მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს და 6 მაისს მისი აღსრულების დღეს აღნიშნავს.